ამასობაში 14 იანვარია და ხვალინდელ გაფიცვაზე ვისაუბრებ ამ ვიდეოში რა. მოგიხსენებათ ესეთი აქცია ხვალ დაანონსებული. კონე 3-დან 6 საათამდე რაღაც კომპანიები იფიცებიან რა. ფრესკო და რაღაცები რა, ბევრი არიან რა. ხო და თითქოს ეს რაღაცა საყოველთაო გაფიცვაა, ესე ვუთავენ ამას, რომ აი ხო, მაგრამ ეს არ არის იქ მომუშავე ხალხის გაფიცვა რა. ეს არის ამ კომპანიების ხელმძღვანელების გაფიცვა. ანუ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რა ამ კომპანიებში ის ჩატარდა რამე გამოკითხვა თანამშრომლებიც გავიფიცოთ თუ არა? თუ პროფკავშირების ის იყო? რისი თქმა გინდათ ამითი, რომ ეხლა ფრესკო რო გაჩერდება, ფრესკოში მომუშავე ყველა ადამიანი ეთანხმება გაფიცვის რაღაც ნარატივებს. ეგან ჩვეულებრივ იძულება, იქ ვინმე პროტესტი რომს გამოთქვას, რომ არ მინდა და საერთოდ არ ვაპირებ, რომ ამ აქციაში შევუერთდე, გამოაგდებენ სამსახურიდან. ან რომც არ გამოაგდონ, აი 10 კაცი მუშაობს დაუშვათ და 4 არ ეთანხმება. ის 4 რანაირად 4 მუშაობს 6 არა? ეგრე ხო არ გამოვა რა. ეს არის იმის ცდელობა, რომ შექმნან განცდა, რომ თითქოს ეს რაღაცა მთელი ქვეყანა ესე ფიქრობს რა. ხო და რაღაცა მე მგონი ამათ ვერ აქვს რაღაცები რა. უკვე საერთოდ რეებს აკეთებენ, გაუგებარია რა. რაღაცა რესტორანი დაიხურებაო და არ იმუშავებს რა. იმ რესტორნის ყველა ის არის ნაცი და ეს რა ქვია? პროევროპელი? იქნება არ არის ზარეული საერთოდ პროევროპელი და საერთოდ არ უნდა გაფიცვა. და ჩაითვლება რომ ისიც გაფიცულია? ეხლა მანიპულაცია ჩვეულებრივი. აი ეს არის გაყალბება. თუ გაინტერესებთ. მცდელობა იმისი რომ აი შექმნათ დახატოთ სურათი რომ აი ნახე გაიფიცა. ესეთი ყველა მაინც არ იფიცება. და არც იმდენი ხართ როგორც გონიათ, მაგრამ იმ იმდენშიდაც რომლის დახატვასაც ვცდილობთ. ძალიან ბევრი იქნება, ვინც არ არის თანახმა. მაგრამ აი გაჩუმდება ხმას არ ამოიღებს, ან რომც ამოიღოს რა აზრია. ქრუაშვილმა თქვა PSP იფიცება. PSP მგონი 5 წუთიო მეტი ვერ დავიკეთებიო რა ვიცი. ანის ფრესკოს რო ის რო არის, სოფრომაძე ხო? ხა სოფრომაძემ თქვა ვიფიცებით, ვიკეტებით და აი დაცვის თანამშრომელმა რა უნდა თქვას ამაგ დროს. ვაფშე არ არის და ეს სოფრომაძეც არ ევასება და არც მისი გადმოგდებული კაპიკები რა. მას სხვა გზა არ აქვს მუშაობს და ო ეხლა გარდა იმისა რომ იმათ ამუშავებენ კაპიკებში, ეხლა გაფიცვასაც აიძულებენ რა. ანუ ჩვენ რიგებში ჩაეწერე გინდა არ გინდაო რა. უფლებების დარღვევაც არის ადამიანის, რა ვიცი ხა მას რა ქვია და რა იმაში გადის, მაგრამ ნუ რა ვიცი. არაფერში არ წერია ეს ვაფშე. თუ ვინმეს გაფიცვა და ის უნდა პროტესტის გამოხატვა, თანამშრომლებს აქვს თავისუფალი დრო, გავიდნენ ეგ რუსთავაზე და დადგენ ხოლმე. 300 კაცი რო დგას იქ. თუ ესე წინააღმდეგია ყველაფრის. 24 საათი ხო არ მუშაობენ, თავისუფალი დრო ხო აქვთ. მაგრამ ფრესკოში შეიძლება 24 საათიც ამუშავებენ ხალხს, არ ვიცი ზუსტად. ყველაფერია მოსალოდნელი მაგრამ. ხო და ვერ გავიგე ეს. ჩვეულებრივი მანიპულაცია რა, ფროდია, თაღლითობაა რა ჩვეულებრივი რა. რაღაცა ხალხის მოტყუების და შეცდომაში შეყვანის ცდელობა. მედიაც იფიცება რა, ამ პერიოდში ალბათ ტელევიზიაში ის იქნება ამე. ნეონიუსი არ იფიცება რა. ვიღაცამ გაფიცვა ხო უნდა გააშუქოს და მე გავაშუქებ რა გაფიცვას. და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ. ჩემი გვერდი ნეონიუს 2020 YouTube არხი დავარეგისტრირე იქაც ნეონიუს 2020-ია, Facebook გვერდი გავაკეთე იქაც ნეონიუს 2020-ია.
და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Neonius 2025. და გააკეთეთ დონაციები ანგარიშნომრები მითითებულია პროფილზე. TBC-ის ანგარიშიც არის, საქართველოს ანგარიშიც არის.